გავაზიარებ ეკრანს. მთელ ეკრანს გავაზიარებ. ოკეი, გამარჯობა. უბრალოდ დღევანდელი სალექციო თემა არის მულტიმოდალური ხელოვნური ინტელექტი. და რას ნიშნავს მულტიმოდალური? აქამდე თუ ბოლო ლექციებში ყოველ შემთხვევაში თუ საუბრობდით ტექსტზე და ვქმნიდით ენის მოდელებს, რომლებიც აღვქვამდნენ ტექსტს, აგენერირებდნენ ტექსტს. დღეს ვეცდებით, რომ ტექსტი გავაერთიანოთ სხვა ტიპის მონაცემებთან, სხვა ტიპის მოდალობებთან. და ეს ზოგადად მულტიმოდალური ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ვიზუალური ინფორმაცია, ანუ ფოტო, ვიდეო, შეიძლება იყოს აუდიო, შეიძლება იყოს მიდაში კოდიც სხვა მოდალობად ითვლება. და ზოგადად ძალიან დიდი თემაა, რაც ერთ ლექციაში წესით არ დაიფარება, თუმცა დღევანდელი ლექცია იქნება ოდნავ უფრო სპეციფიკური. გავარჩევთ რას, რომ შევქმნით ეს დიდი ენის მოდელები, რაც რის გაკეთებას ვისწავლეთ წინა ლექციებში. დღეს ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, რომ ამ ჩვენს დიდ ენის მოდელს ვასწავლოთ ვიზუალური ინფორმაციის აღქმა. ხო? აი ამას გავაკეთებთ, რომ დიდ ენის მოდელთან ერთად რამენაირად დავამატებთ ახალ კომპონენტს, ისე რომ თქვათ სურათების აღქმა შეეძლოს და თქვათ შემდეგ რაც სხვადასხვა ტიპის ამოცანის გადაჭრილად სურათებთან იქნება დაკავშირებული. რაც შეეხება ლექციის გეგმას, ესე იგი ჯერ მაგაზე ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია ამოცანის გადაჭრა და დიდი ენის მოდელის მასა შეცვლა ცოტა თეორიულად და ამ ლექციას რომ მოვრჩებით, შემდეგ განვიხილავთ კოდსაც. აქ გვაქვს ერთ-ერთი ბლოგ პოსტი, სადაც მარტივი იმპლემენტაციაა მოცემული ასეთი მოდელის PyTorch-ში. და თქვათ უკეთესად რო დაინახოთ რა და როგორ ხდება, განვიხილავთ კოდს. და ასევე რავი თუ მოვასწრებთ, ალბათ მოვასწრებთ, მინდა რომ სხვა მიდგომებიც გავიაროთ. ანუ ეხლა თქვათ რა კონკრეტულ მაგალითსაც გავარჩევთ, ის ერთადერთი არ არის, ითაც შეიძლება რომ ენის მოდელს ვიზუალური ინფორმაციის აღქმა ვასწავლოთ, სხვაებიც არსებობს და ვეცდებით რომ სხვაებიც ასე თუ ისე მიმოვეხილოთ. ოკეი. ესე იგი რა გვინდა ხო, რომ გვინდა რომ ჩვენს ენის მოდელს ვასწავლოთ ვიზუალური ინფორმაციის აღქმა. და რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს, ხო? მაგალითისთვის შეგვიძლია რომ მე გადავცეთ ფოტო და ვუთხრათ რომ აღმიწერე რა ხდება ამ ფოტოზე. ასევე წინა ლექციაზე აგენტებზე რო ვსაუბრობდი, იქ რაღაც ხრივ დავუშვი კიდეც რომ ზოგიერთ ენის მოდელს უკვე შეეძლო სურათების აღქმა, იმიტომ რომ თქვა ზოგიერთი ისეთი მაგალითი განვიხილე, სადაც ამ აგენტს შეეძლო რაც კომპიუტერთან ინტერაქცია, სადაც სჭირდება რომ კომპიუტერზე თქვა იმ მომენტში რაც ხდება, მაგის სკრინშოტი აღიქვას, ხო? შესაბამისად, ხშირად იმისთვის რომ თქვა თუნდაც ვებ პეიჯები აღიქვას, კომპიუტერი ან რობოტებზე როცა საუბარებთ გარემო აღიქვას, მაგისთვის გვჭირდება ხოლმე რომ ჩვენს ენის მოდელებს კონდეს წვდომა და შეეძლოს აღქმა მაგ ვიზუალური ინფორმაციის და ასევე არ არის აუცილებელი რომ რეალური სამყაროს სურათი ან ფოტო იყოს, ხან მომენტებში ბევრად მარტივია მათემატიკური ფორმულების ან გამოსახულებების ვიზუალურად აღწერა და ისე გადაცემა, ვიდრე ასე ტექსტობრივად ჩამოყალიბება და თქვა ამაში შეიძლება ბევრად გამოსადეგი იყოს ვიზუალური ენის მოდელები. ესე იგი დღეს ვქნით დღეს განვიხილავთ ასეთ არქიტექტურას, ხო, რომელსაც ენის მოდელი, რომელსაც გადაეცემა ტექსტიც, ფოტოც და მე აგენერირებს ტექსტს. აი ამ კონკრეტულ მიმართულებით ვისაუბრებ დღეს. იმისთვის რომ აქამდე მივიდეთ, ჯერ რამდენიმე ნაწილად უნდა დავყოთ ჩვენი ლექცია და მსჯელობა ზოგადად. პირველ რიგში გვჭირდება რაიმე არქიტექტურა, რომელიც სურათის ფოტოს აღქმას შეძლებს და მისი რეპრეზენტაციის დაგენერირებას, ხო, რომელსაც მე თქვა ჩვენი მოდელი გამოიყენებს. პირველ რიგში მაგის არქიტექტურა გვჭირდება და ესეთი არქიტექტურები
უკვე თქვათ მანქანური ხედვის ნაწილში კურსის თქვათ NLP-მდე რაც გაიარეთ, უკვე რაღაცები უნდა იცოდეთ, თქვათ კონვოლუციური ნეირონული ქსელები, თუმცა დღეს ვისწავლით სხვა მიდგომას. უფრო კონკრეტულად კი უკვე რაც ვიცით ეს ტრანსფორმერების არქიტექტურა, ვეცდებით რომ ტრანსფორმერების არქიტექტურა გადავაკეთოთ ისე რომ ტექსტის მაგივრად შეეძლოს ვიზუალური ინფორმაციის მიღება. ან მაგათ ქვიათ მოკლედ ეს vision ტრანსფორმერები, რასაც პირველ რიგში მაგას ვისწავლით. შემდეგ მეორე ნაწილში ვეცდებით რომ კი ბატონო ეს არქიტექტურა გვაქვს, ეხლა როგორ ვასწავლოთ ამ არქიტექტურას კარგი ფოტოების კარგი რეპრეზენტაციის შექმნა, ისე რომ თქვა კარგად ესმოდეს რა დევს ფოტოში. და განვიხილავთ ერთ-ერთ გაწვრთნის სტრატეგიას, რომელსაც ქვია clip. და საბოლოოდ თუ ესეთი მოდელი გვექნა, რომელსაც შეუძლია რომ კარგი რეპრეზენტაცია დავაბრუნოთ თითოეული სურათისთვის, ვნახავთ როგორ შეგვიძლია ეს მოდელი დავამატოთ დიდენის მოდელს, ანუ გავაერთიანოთ. და თქვათ მე ჩვენ ანუ ასევე ვასწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა, იმიტომ რომ მოგვიწევს მოკლედ დამატებით გავუწვრთნათ ეს მოდელი, რომ ამ ორმა კომპონენტმა ერთად მუშაობა ისწავლოს. ოკეი. ეს არის დღევანდელი ლექციის გეგმა. ოკეი, ესე გვინდა რომ წარმოვადგინოთ რამენაირად ჩვენი სურათები, ხო? და ენის მოდელები როგორ მუშაობს, ხო? Input-ად გადავცემთ ხოლმე ტექსტს, რომელსაც უკეთებ ტოკენიზაციას და თითოეულ ტოკენისთვის გვაქვს გარკვეული ვექტორი. და ეს გადაეცემა მე იმ ტრანსფორმერის ბლოკს, რომლისგანაც შედგება ჩვენი ენის მოდელი. გვინდა რომ რამენაირად მსგავსი მიდგომით ტოკენებად გადავიყვანოთ ასევე სურათიც და იდეა ის იქნება მე რომ მივაბავთ ტექსტის ტოკენებს ამ ჩვენი სურათის ტოკენებს და ერთად გადავცემთ ენის მოდელს. ანუ გვინდა რომ რამენაირად ამას მივაღწიოთ. ამისთვის დაგჭირდება გარკვეული f ფუნქცია, რომელსაც გადაეცემა სურათი და გვიბრუნებს ვექტორების მიმდევრობას. და ასეთი ფუნქცია რო შევქმნათ, გვჭირდება პირველ რიგში რაცა ნეირონული ქსელების არქიტექტურა, რომელიც შეძლებს ამის გაკეთებას და ამავდროულად ალგორითმი, რომელთაც სტამალა ამავდროულად ალგორითმი, რომელიც ასწავლის ამ სტრუქტურას, რომ კარგი ვექტორები დააგენეროს. ოკეი. და მოკლედ იმ არქიტექტურად, რომელსაც გამოვიყენებთ ასეთი ვექტორების დასაგენებლად, გამოვიყენებთ vision ტრანსფორმერებს და იდეა ძალიან მარტივია. და მოდი პარალელი რო გავალოთ ტექსტთან, ხო? ტექსტსაც ჯერ ტოკენებად ყოფით და მე თითოეულ ტოკენისთვის გვაქვს გარკვეული ვექტორი და ეს გადაეცემა მე ტრანსფორმერის ბლოკს. ზუსტად იგივე ხდება სურათების შემთხვევაში, თუმცა სურათებს ჯერ გარკვეულ ნაწილებად ყოფთ, რასაც პაჩებს ვეძახით. მე ამ პაჩებისთვის თითოეულ ვექტორს ვაგენერირებთ, ჩავამწყრივებთ ერთად და მე უკვე ამის მერე ტრანსფორმერის ბლოკში რა ხდება, ზუსტად იგივენაირადაა ტექსტისთვისაც და სურათისთვისაც. აი უფრო კონკრეტულად აქ ხედავთ. დავუშვათ რომ გვაქვს ასეთი ფოტო, ცოტა გავადიდებ. ოკეი, დავუშვათ რომ ესეთი ფოტო გვაქვს. და როგორც ხედავთ, დავყავით პატარ-პატარა ნაწილებად, რომელსაც ვუხდით პაჩებს. ესენი მე ჩავამწყრივეთ ერთად, ერთი მიმდევრობა რომ იყოს. ნუ ეხლა აქ ფოტოსახით ჩანს, თუმცა რეალურად პიქსელების ნუ მე ქვემოთ ნახავთ როგორც არის წარმოდგენილი, მაგრამ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ პიქსელებად არის წარმოდგენილი, ხო, თითოეული პიქსელი რა მნიშვნელობით არის, თქო 0-დან 255-მდე მაგალითად, ხო? ანუ რიცხობრივი მატრიცა გვაქვს თითოეული პაჩისთვის, რომელსაც ვქნით გარკვეულ წრფივ პროექციის layers და ამას გადაყავს თითოეული თავის შესაბამის ტოკენში. და როგორც ხედავთ უკვე აი ამ layer-ის შემდეგ უკვე აქ ტექსტის ტოკენებია და სურათის ტოკენები დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ხო? ერთი მცირედი დეტალი, რაც აღსანიშნავია აქ არის ის, რომ როგორც ტექსტის შემთხვევაში აქაც გვჭირდება, რომ პოზიცია ჩავდოთ რამენაირად პაჩებში, იმიტომ რომ
როგორც იცით, ამ attention ოპერაციას არ აქვს პოზიციის აღქმის უნარი, ანუ მიმდევრობას ვერ აღიქვამს. შესაბამისად, ყველაზე მარტივი გზა, როგორც შეგვიძლია ეს პრობლემა გადავჭრათ, არის ის, რომ თითოეული შესაძლო პოზიციისთვის და ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ გვაქვს 9 პოზიცია, ანუ 9 პატჩი. თითოეული პოზიციისთვის შევქმნათ გარკვეული პარამეტრების ვექტორი, რომელსაც ასევე ვისწავლით გაწვრთნის პროცესში. და დავუმატოთ მერე პატჩის ვექტორს. აქ როგორც ორი ვექტორი მაგას წარმოადგენს, ერთ-ერთი არის ამ პროექციის მიერ დაბრუნებული ვექტორი და მეორე იქნება პოზიციის ვექტორი, რომელიც იკრიბება და ესე გადაეცემა ტრანსფორმერს. მერე უკვე ზუსტად იგივე არქიტექტურაა, რაც აქამდეც ვისწავლია და ტექსტის შემთხვევაში რაც ხდება. და საბოლოოდ თუ გვინდა რომ გარკვეული ამოცანის გადაჭრა ვასწავლოთ მოდელს, შეგვიძლია რომ უბრალოდ ეს ეს დამავითვალე, როგორც BERT-ის მოდელში არის პირველი ტოკენი, რაც სპეციალური ტოკენი როა CLS-ი. და იყენებენ ხოლმე თქვა კლასიფიკაციისთვის ან აი და დამატებით რა ამოცანების გადაჭრა შეიძლება მაგისთვის რომ იყენებენ ხოლმე. აქაც ამ თავდაპირველ ნაშრომში, ამ vision transformer-ების თავდაპირველ ნაშრომში ავტორებმა გადაწყვეტეს, რომ მსგავსი რამ გაეკეთებინათ და პირველი გვაქვს ესეთი სპეციალური ტოკენი, რომელიც აუცილებელი არ არის, რომ ეს გავაკეთოთ, მაგრამ აქ ესეა გაკეთებული. და ამის რეპრეზენტაციას ვიგებთ უკვე ბოლო ლეიერის, ამაზე თქო კლასიფიკაციის ამოცანის გადაჭრა თუ გვინდა, შეგვიძლია დავაჩენოთ ზემოდან რაც გარკვეული კლასიფიკატორი და დავაბრუნებინოთ კლასების ალბათობა. მსგავსად, როგორც შევებოდით ტექსტის შემთხვევაში, ანუ ამ შემთხვევაში არქიტექტურულად ზუსტად იგივენაირია, უბრალოდ ტოკენიზაციის მაგივრად პატჩებად გადაყვავს ფოტო და შემდეგ უკვე წფივი ლეიერის საშუალებით გადაყვავს ტოკენის სახით. ამას ქვემოთ ნახავთ უფრო დეტალურად. კაი, მოდი ახლა განვიხილოთ ერთი კონკრეტული მაგალითი, სადაც რიცხვებსაც გამოვიყვანთ და ვნახავთ რა როგორ მუშაობს. დაუშვათ გვაქვს ფოტო. შემდეგი განზომილებით გვაქვს მისი სიმაღლე, სიგანე და არხების რაოდენობა. არხების რაოდენობა ძირითადად 3 გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ფოტოები ძირითადად წარმოდგენილი არის RGB ფორმატში, რაც ნიშნავს, რომ RGB ნიშნავს red, green, blue. და თითოეული პიქსელი არის წარმოდგენილი ამ 3 ფერის შეზავებით, ესე ვთქვათ, ანუ გვეუბნება რა დოზით არის წითელი, რა დოზით არის მწვანე, რა დოზით არის ლურჯი. შესაბამისად, თქვა თუ 120-ზე გვაქვს ფოტო, შეიძლება ასეთი განზომილება ქონდეს ხო 120-ი 3-ზე. და ასევე დავუშვათ, რომ ის პატჩების ზომა, რასაც ასევე ჩვენი თუ წყვეთ წინასწარ სანამ მოდელს შევქმნით, ვამბობთ, რომ იყოს 40-40-ზე. ამ შემთხვევაში რა გამოვა, რომ თუ 40-40-ია, ზუსტად 9 ცალი პატჩი გამოგვდის ხომ? ამ განზომილებისთვის. ხო. მერე რა შეგვიძლია ვქნათ, რომ ცუდით. შეგვიძლია რომ უბრალოდ ამოვიგოთ მოცემული ნიშნულობები. ეხლა გვინდა რომ ამ სურათიდან შევქმნათ ეს X მატრიცა, რომელიც იქნება შემდეგი განზომილების n, რაც არის პატჩების რაოდენობა და ამ შემთხვევაში არის 9. და მეორე განზომილება იქნება რა? პატჩის ზომის კვადრატი, იმიტომ რომ ამდენი პიქსელია გამრავლებული არხის რაოდენობაზე. ანუ ამ შემთხვევაში იქნებოდა 40/3, რაც არის 4800. ну საბოლოოდ გამოდის რომ x-ის განზომილება არის 9/4800. ანუ უბრალოდ იგივე ფოტო ავიგეთ და გადავიყვანეთ ამ ფორმატში, ხო? არაფერი არ შეგვიცვლია რიცხობრივად, იგივე პიქსელების მნიშვნელობები წერია შიგნით, უბრალოდ თითოეული პატჩი წარმოადგენთ ერთ გრძელ ვექტორად, ხო? შემდეგ უკვე ვთქვათ გვინდა რომ რამენაირად უფრო შეუმციროთ ზომა და ვთქვათ საწყისი რეპრეზენტაცია შევქმნათ თითოეული პატჩისთვის და ამისთვის შემოგვაქვს გარკვეული პარამეტრი, რომელიც იქნება უბრალოდ წონების მატრიცა, რაც W. იგივენაირი წფივი ლეიერი, რასაც აქამდე ვიყენებდით, რომელიც გადამრავლდება X-ზე და დაგვიბრუნებს იმავე რაოდენობის უბრალოდ შემცირებული ზომის ვექტორს.
მატრიცას. ხო ეს პარამეტრების მატრიცა რა თქმა უნდა სწავლობთ ამას სწავლების პროცესში, ანუ წინასწარ რაც განსაზღვრული არ გვაქვს. და საბოლოოდ ვიგებთ მოკლედ ამ x მატრიცას, რომელიც არის 9,1024-ზე, იმიტომ რომ თქვა ეს რაოდენო ამ ზომის ვექტორი გვინდა რა გქონდეს ტრანსფორმერებში. და ეს არის ჩვენი პაჩის ვექტორები, რომელიც გადაეცემა ტრანსფორმერის ბლოკს. უბრალოდ ჯერ სანამ გადაეცემა ამ პოზიციური ვექტორებიც უნდა დავამატოთ, რომელიც იმავე განზომილების არის, უბრალოდ ცალკე პარამეტრული ვექტორებია, რომელიცაც ასევე ვსწავლობთ. ოკეი. ხო და მოკლედ ეხლა გავიარეთ ეს ნაწილი, ხო? როგორ შეგვიძლია რომ ფოტო გადმოგვეცემა და დავყოთ პაჩებად და თითოეულ პაჩში წარმოვადგინოთ გარკვეულ ვექტორის სახით. შემდეგ ამას ეს როცა გვაქვს, ეს ვექტორები გადაეცემა ტრანსფორმერს და ტრანსფორმერის ლეიერი საბოლოოდ გვიბრუნებს ასევე გარკვეულ რეპრეზენტაციას თითოეული პაჩისთვის. და შეგვიძლია შემდეგ რომ ეს ბოლო ლეიერის რეპრეზენტაციები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ტიპის ამოცანა გადავჭრათ, მაგალითისთვის კლასიფიკაციის ამოცანა. როცა შეგვიძლია რომ უბრალოდ ახალი ლეიერი დავამატოთ კლასიფიკატორი მაგ ამოცანისთვის. აი, მოკლედ ეს არის vision ტრანსფორმერები, საკმაოდ მარტივი იდეა, როგორც გითხარით, ზუსტად იგივეა, უბრალოდ ცვლით საწყის ლეიერს, როცა გვიწევს პირველ რიგში ფოტოების დაყოფა პატარ-პატარა ნაწილება და ამ ნაწილების წარმოდგენა, თორემ მაგის შემდეგ ტრანსფორმერში რაც ხდება, ზუსტად იგივენაირად არის ტექსტისთვისაც და სურათებისთვისაც. აქ გვაქვს რამდენიმე კვლევა წარმოდგენილი ორიგინალი ნაშრომიდან vision ტრანსფორმერებზე, სადაც შეადარეს სხვა ტიპის არქიტექტურებს, მაგალითად ResNet-ს, რომელიც წესით გავლილი გაქვთ vision-ის ნაწილში, რომელიც არის დიდი არქიტექტურა, შედგება კონვოლუციური ნეირონული ქსელებისგან, რეზიდუალური კავშირებისგან და რომელიც ითვლებოდა დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესო ტიპის არქიტექტურად. და ასევე არის შედარებული რაც გარკვეულ ჰიბრიდულ მიდგომასთან, რომელიც შეიცავს როგორც ტრანსფორმერებს, ასევე კონვოლუციურ ნეირონულ ქსელებს. და რა არის შედარებული აქ, რომ გამოთვლითი ესე გაწვრთნისას გამოყენებული გამოთვლითი რესურსი რაც უფრო იზრდება, ტრანსფორმერები უფრო და უფრო უკეთეს შედეგს დებს. და ნუ ამაში რა იგულისხმება? ეხლა ეს x ღერძი რაც წარმოადგენს, ხო? ეს არის training compute, ხო? training compute-ის გაზრდა შეიძლება რამდენიმენაირად. ერთი ის, რომ უფრო დიდი ხანი გაწვრთნა მოდელი, მეორე ის, რომ უფრო დიდი მოდელი გაწვრთნა იმავე დროზე. ნუ პრინციპში ეს ორი გზა არის. და ნუ პირველში დიდი ხანი გაწვრთნა, ან დიდი ხანი, ან უბრალოდ უფრო მეტ მონაცემებზე, ხო? ორივე იგივეა. და ნუ უბრალოდ ის არის შედარებული, რომ თქვა შეიძლება თუ პატარა ტიპის არქიტექტურა გვაქვს, პატარა მოდელს შეიძლება ეს ჰიბრიდული მიდგომა უდნა უკეთესი იყოს, მაგრამ რაც უფრო იზრდება მასშტაბები, ტრანსფორმერები უკეთესად მუშაობენ, ვიდრე სხვა ტიპის მიდგომები vision-ის ამოცანებზე. აქ არის განხილული კლასიფიკაციის ამოცანა. ხო. აქვე პოზიციურ ემბედინგებზეც მინდა ვთქვა, რომ ნუ ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა, როგორ შეგვიძლია რა პოზიციური ინფორმაცია ჩავდოთ პაჩის ემბედინგებში. დღეს რეალურად თქვა საუკეთესო მოდელები ამას არ იყენებენ, ახლა რაც ჩვენ გავიარეთ. ბევრად გაუმჯობესებული მიდგომები აქვს, სადაც ანუ რეალურად რა არის ამის შეზღუდვა, ხო? ეხლა რაც ჩვენ აღწერეთ, რომ მთავარი შეზღუდვა ის არის, რომ ფიქსირებული რაოდენობის და ზომის პოზიციურ ემბედინგებს სწავლობ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია ფოტო ან პატარაა ფოტო, მაინც ერთ რეზოლუციამდე დაკავს, სანამ მოდელს გადასცემ. და ერთსა და იმავე პოზიციურ ემბედინგებს არგებ მაგას. ხო? ეს არც ისე ეფექტურია და თქვა თანამედროვე მიდგომები ისეთ
ისეთი მიდგომებია, სადაც რეზოლუციიდან გამომდინარე იქმნება რაოდენობა პაჩების. ან თუ დიდია ფოტო შეიძლება უფრო მეტი პაჩი შეიქმნას, თუ პატარა შედარებით მცირე რაოდენობა პაჩი შეიქმნება და პოზიციური ინფორმაციაც ანუ ესეთ აბსოლუტურ ფორმაში არ იდება, სხვანაირად იდება. ყოველ დღეს მაგაზე არ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ყველაზე პრიმიტიული გზით პოზიციური ინფორმაციის ჩადებას, აქ ხედავთ პატარა კვლევა გვაქვს აქაც მოცემული და რას წარმოადგენს ახლა ეს ფიგურა, რომ დაუშვათ 7-7-ზე გვაქვს პაჩები. თითოეულ პოზიციაზე რო აიღოთ, მოცემული გვაქვს ამ კონკრეტული პაჩის პოზიციური ვექტორი სკალარული ნამრავლი ყველა სხვასთან. და რაც უფრო ყვითელია, ესე იგი მაღალი მნიშვნელობა აქვს, თუ მუქია, ესე იგი დაბალი მნიშვნელობა აქვს და იმას ამბობს ეს, რომ ეს პოზიციური ემბედინგები სწავლობენ იმას, რომ ახლო მყოფ ვექტორებთან შედარებით მაღალი მსგავსება ჰქონდეთ, ხო? იმიტომ რომ როგორც ხედავთ, თითოეული პოზიციისთვის, თქვათ გვერდითა პოზიციებთან უფრო მაღალი მნიშვნელობა აქვს, უფრო მოყვითალოა და შორს რაც არის იმასთან შედარებით მუქია. Okay. ზოგადად attention ოპერაციას აქვს ერთის დადებითი მხარე, რომ ვიზუალიზაცია საკმაოდ მარტივია. რაც კონკრეტულ layer-ზე მარტივად შეგვიძლია გავიგოთ, აი ეს ვექტორი რო შეიქმნა წინა layer-ის რომელი ტოკენებიდან შეიქმნა და რა დოზით ავიგეთ თითოეული ტოკენი. და ანუ აქ არის მოცემული ვიზუალიზაცია, მაგალითად, რომ კლასიფიკაციის ამოცანისთვის აი ბოლო layer-ზე პასუხს რო ვიგებთ, აი რომელი ნაწილებიდან, ფოტოს რომელი ნაწილიდან ვიგებთ თავარ ინფორმაციას და ანუ თქვა კარგი ვიზუალიზაციაა, რომ მოდელი ამახვილებს ყურადღებას, რაც მნიშვნელოვანია ფოტოში იმაზე კლასიფიკაციის ამოცანისთვის და ნაკლებად აინტერესებს თქვა სხვა ნაწილები ფოტოს. Okay. მოკლედ ეს იყო vision transformer-ები და ეხლა გადავიდეთ, მოდი იმაზე თუ როგორ გავწვრთნათ ასეთი მოდელები, რომ უფრო ეფექტურად შეეძლოთ ფოტოზე არსებული კონტენტის წარმოდგენა. და ამისთვის გამოვიყენებთ ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ დანერგილ ტექნიკას, რომელსაც შემოკლებით ქვია კლიპი. და ძალიან გავს რეალურად ერთ-ერთ ლექციაზე, აი ტექსტის ემბედინგების ლექციაზე ნასწავლ მიდგომას, უბრალოდ იქ ტექსტებზე ვაკეთებდით იმავეს, აქ ტექსტსა და სურათის წყვილზე გავაკეთებთ. ანუ კონტრასტულად ვისწავლით მათ რეპრეზენტაციას და ვეცდებით, რომ ვექტორულ სივრცეში დავაახლოვოთ მსგავსი სურათებისა და მსგავსი ტექსტების ვექტორები ერთმანეთს. ხო, ანუ მოკლედ მიზანი რა არის, ხო, რომ ვისწავლოთ სურათის ვექტორის სახით წარმოდგენა და გვინდა რომ ვისწავლოთ ტექსტში არსებული სიგნალებისგან. ამის ყველაზე მარტივი და ძველი გზა ის იქნებოდა მაგალითად, რომ ქონოდა დიდი კლასიფიკაციის დატასეტი, სადაც აღწერილია, თქვა თითოეულ ფოტოზე რა ობიექტია გამოსახული, ხო? და ესე გვესწავლებინა რამდენად მოდელისთვის, რომ ხო, ესე გვესწავლებინა სურათების წარმოდგენა, უბრალოდ ამის შეზღუდვა ის არის, რომ კლასი, თქვა რაც გარკვეულ ფოტოზე რო ძაღლია წარმოდგენილი და რო ვეუბნებით, რომ აქ ძაღლია, იმდენად დიდ ინფორმაციას არ მოიცავს ფოტოზე, რომ ღრმად შეძლოს მისი გააზრება მოდელმა, ხო? იმიტომ რომ ეს ძაღლი შეიძლება ძალიან ბევრ მდგომარეობაში იყოს, ბევრ რამეს აკეთებდეს, ძაღლთან ერთად სხვა რაღაცებიც იყოს. შესაბამისად, უფრო მეტად ეფექტურია, რომ ეს სიგნალი ამოვიგოთ არა მისი კლასისგან, არამედ აღწერისგან. ხო? თუ გვექნება ფოტოსა და მისი აღწერის ტექსტის წყვილები ასეთი, შეგვიძლია რომ უფრო უკეთესად ვასწავლოთ მოდელს ამ ფოტოს გააზრება, ფოტოს აღქმა. ხო და ამავდროულად ეს პერიოდი იყო ეს ნაშრომი, როცა იქმნება, რომ ხდებოდნენ, რომ რაც უფრო გააზრდნენ მასშტაბებს, თქვა ენის შემთხვევაში, ენის მოდელის შემთხვევაში ასე იყო, რომ რაც მასშტაბები იზრდება და
მოდელსაც უფრო შთამბეჭდავი შესაძლებლობები უყალიბდება და შესაბამისად უფრო მიმზიდველი მიდგომა იყო ეს, იმიტომ რომ თქვა კლასიფიკაციის შემთხვევაში ადამიანს უწევს ხელით, ხო, ძირითადად რომ აღნიშნოს, რომ კი ბატონო ეს ფოტო არის ამ კლასში, ის ფოტო არის ამ კლასში და ასე შემდეგ, მაგრამ როცა ფოტოს წარწერას ეხება საქმე, მის აღწერას, ასეთი ტიპის წყვილები, სადაც ფოტო და მისი აღწერა გვაქვს მილიონობით არის ვებში, ან ნებისმიერი ვებ პეიჯი რო ნახოთ, caption მოყვება ხოლმე თითქმის ყველა ფოტოს და მოკლედ ასეთი წყვილების ნახვა ბევრად მარტივია. შეიძლება ძალიან ხარისხიანი წყვილები არ იყოს, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს და შეგვიძლია რომ ეს მასშტაბის გაზრდის ხარჯზე ნაკლები პრობლემა იყოს, თქვათ ის რომ ადამიანი არ იყო ჩართული ამ ფოტოს ანოტაციაში. ოკეი, და მოკლედ ეგ არის იდეა ამ კლიპ მიდგომის. გვინდა რომ რამენერად ერთი საერთო ვექტორული სივრცე ვისწავლოთ, სადაც ერთადვე გვექნება სურათებისა და ტექსტების ვექტორები, რეპრეზენტაციები და ეს სივრცე ისე იყოს, რომ მსგავსი ტექსტებისა და სურათების ვექტორები იყვნენ ახლოს ვექტორულ სივრცეში, ხო? და ხო, რა თქმა უნდა, თუ რაღაცა ფოტო სულ სხვა თემაზეა და ტექსტი სულ სხვა თემას ეხება, გვინდა რომ ესეთი ვექტორები შორს იყვნენ ერთმანეთსგან. და ასეთ მოდელს გავწვნით ძალიან დიდი რაოდენობა ფოტო და მისი აღწერის წყვილებზე. გაი, უფრო ახლა გაწვნის პროცესში უფრო დეტალურად რო ჩავიხედოთ, დაუშვათ დაახლოებით ასეთი ტიპის მონაცემები გვექნება წყვილები, სადაც გვაქვს მოცემული ფოტო და ამ ფოტოზე რა ხდება მისი აღწერა. ამ კონკრეტული მოდელისთვის თავიდან როცა შეიქმნა, გამოიყენეს მაგალითად 400 მილიონი ვებ პეიჯი, რომელიც ხო, უბრალოდ მოიპოვეს როგორ ხო, რომ გადაუყვნენ ვებს, HTML-დან ამოიგეს ფოტოს ლინკი და ასევე ფოტოს რეფერენსი უბრალოდ და ასევე caption-ი თუ მოყვებოდა, მაგ შემთხვევაში ამოიგეს caption-იც. და ეგრე შეადგინეს ეს წყვილები. ხო, დაგჭირდება ესე იგი ფოტოს encoder მოდელი, ანუ ისეთი მოდელი, რომელსაც გადაეცემა ფოტო და გადაიყვანს ვექტორულ ფორმაში და ამისთვის გამოვიყენებთ vision transformers. და ასევე დაგჭირდება ტექსტის encoder მოდელი, რომელსაც გადაეცემა ტექსტი და გადაიყვანს ვექტორულ ფორმაში და ამისთვის გამოვიყენებთ ჩვეულებრივ transformers. რაც წინა ლექციებშიც ვისწავლეთ. და იდეა რა არის ახლა? დაუშვათ გვაქვს გარკვეული რაოდენობა ასეთი წყვილების, თქვათ 8 ცალი, ან აქ n ცალი. თითოეულს გადავიყვანთ ვექტორულ ფორმაში, ანუ ფოტოები შევა image encoder-ში და დაგვიბრუნდება ვექტორების სახით, ტექსტები შევა text encoder-ში და დაგვიბრუნდება ვექტორების სახით და შემდეგ გვინდა რომ ეს შესაბამისი წყვილების სკალარული ნამრავლი ვექტორების იყოს მაღალი. ამას დიაგონალებზე რაც არის, გვინდა რომ ეს ამ ვექტორების მსგავსება იყოს მაღალი. ხო? გვინდა რომ რამენერად ამას მივახციოთ. აქ გვაქვს ახლა ის loss ფუნქცია, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე ასეთი ტიპის პროცესში. ეს loss ფუნქცია თითქმის იგივეა, რაც აი ტექსტის რეპრეზენტაციების ლექციაში რაც ახსენი, უბრალოდ თავარი განსხვავება და ზოგადად მიდგომაც თითქმის იგივეა. აი აქ რო უბრალოდ სემანტიკურად მსგავსი ტექსტები ქონდა ფოტოს მაგივრად და იგივე მოდელი გამოგვეყენებინა, ზუსტად იგივე მიდგომაა, რაც ტექსტის რეპრეზენტაციების ლექციაში ახსენით. ანუ დიდად განსხვავებულს არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ ცვლილება ის არის, რომ აქამდე თუ ტექსტებზე მუშაობთ, ახლა ტექსტ სურათის წყვილებზე მუშაობთ. და მოკლედ რა ხდება ახლა ამ loss ფუნქციაში, მოდი ჩავიხედოთ. პირველ რიგში მოდი პირველ ნაწილს შევხედოთ, შემდეგ მეორეს. რა გვაქვს ახლა აქ, ხო? აქ გვაქვს სკალარული ნამრავლი ტექსტის, კი არა, ეს i არის სურათის, ხო? სურათის ვექტორისა
და მისი შესაბამისი ტექსტის ვექტორის. Okay? ეს გვაქვს ზემოთ და ამას ვუკეთებთ ასე ვთქვათ ნორმალიზაციას, რითი რომ jam out ამ კონკრეტულ ტექსტის ვექტორს ყველა სხვა სურათის ვექტორთან რაც გვაქვს. ანუ რეალურად აი ეს რა მნიშვნელობებია, ხო? აი ზემოთ რომ ჩავხედოთ. დაფიქსირებული გვაქვს ამ შემთხვევაში ტექსტი, ანუ ეს. აი რა გამოდის, რომ აი რეალურად აი ამ სვეტს ვითვლით. ხო? მნიშვნელში გვაქვს აი ეს მნიშვნელობა, ნუ a ხარისხად ეს მნიშვნელობა, ხო, ეს ექსპონენტაც გვაქვს მოცემული. ესე იგი მრიცხვალში გვაქვს ეს მნიშვნელობა და მნიშვნელში გვაქვს აი ამათი ჯამი. Okay? იგივეს ვაკეთებთ, აქაც უბრალოდ ამ შემთხვევაში სურათი ფიქსირდება და ტექსტებისთვის ვაკეთებთ. ანუ აქ როგორ იქნებოდა, რომ მრიცხვალში გვექნებოდა ეს მნიშვნელობა და მნიშვნელში ამათი ჯამი. ამას ვითვლით. Okay? და საბოლოოდ რა გვინდა ახლა ჩვენ, რომ ნუ მე ლოგარითმი თქვათ რიცხვითი სტაბილურობისთვის ნუ loss ფუნქციების შემთხვევაში რა გვინდა ხოლმე, ხო? გვინდა loss ფუნქციის მინიმიზაცია. აქ რადგან მინუსი გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით რაც არის, მაგ ყველაფრის მაქსიმიზაცია გვინდა. ანუ რაც შეიძლება მაღალი მნიშვნელობა გვინდა რომ მივანიჭოთ აი შიდა ჯამს. შიდა ჯამს რომ მაღალი მნიშვნელობა მიანიჭოს, ორი გზაა მაგისთვის, ხო? ერთი ის, რომ ეს მრიცხველი უნდა გაიზარდოს, მაღალი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ამათ სკალარულ ნამრავლს და ეს არის რეალური წყვილი, რაც არის ტექსტსა და სურათის მაგათ სკალარულ ნამრავლი, თქვათ, უნდა გაიზარდოს. და ამავდროულად ეს ქვემოთ მნიშვნელში ხო შემთხვევითად აღებული წყვილები გვაქვს, რომ ეს თითოეულ ტექსტი ავიგეთ სხვა ყველა არარელევანტურ სურათთან, ხო? და ამათი სკალარულ ნამრავლი უნდა შემცირდეს. ანუ ამ სიგნალს ვაძლევთ რეალურად loss ფუნქციით მოდელს და ვეუბნებით, რომ ისე შეცვალე პარამეტრები, რომ რელევანტური წყვილების სკალარულ ნამრავლი გაიზარდოს, არარელევანტურის კიდე შემცირდეს, ხო? და მაგით ვახსენებთ იმ შედეგს ზუსტად, რომ მსგავს ტექსტებსა და სურათებს მსგავსი ვექტორები ქონდეთ და თქვათ არარელევანტურებს ისეთი ვექტორები ქონდეთ, რომ სკალარული ნამრავლი ძალიან მცირე იყოს მათთვის. Okay, ეს არის მოკლედ loss ფუნქცია, რასაც ვიყენებთ. რეალურად ძალიან მარტივი ალგორითმია, აქ შეგვიძლია ძალიან მარტივი კოდის სახით რო წარმოვიდგინოთ. გვაქვს გარკვეული ბატჩი სურათების და ტექსტების, გადავცემთ სურათების ენკოდერს და ტექსტების ენკოდერს, გვიბრუნებს მათ რეპრეზენტაციებს, ანუ ვექტორებს. შემდეგ გვინდა ამ ვექტორების ნორმალიზაცია და ასევე აქ ნუ ეს ნაბიჯი სავალდებულო არ არის, მაგრამ შეიძლება თქვა განზომილებები არ ემთხვეოდეს ამ ორი ვექტორების ერთმანეთს და დამატებითი კომპონენტი გვაქვს, რომელსაც ორივე დაყავს ერთ განზომილებაზე, იმიტომ რომ მე ამათი სკალარული ნამრავლი გვჭირდება, ხო? ამის შემდეგ ვამრავლებთ ერთმანეთზე ამ ორ მატრიცას. და ხო, ექსპონენტას ვარტყამთ კიდე ზემოდან. არა, უბრალოდ ეს ტემპერატურაა. ხო, სატემპერატურო. Okay. ხო, ეს დამატებითი პარამეტრია, რომელიც აი ტემპერატურა აქამდე რაც გავიარეთ, აქამდე შეხვდა დეკოდერების ლექციაში. საბოლოოდ განაწილებას რო ვიღებთ, აი მაგ განაწილების ფორმას განსაზღვრავს, გვინდა რომ უფრო დაბალანსებული იყოს თუ პირიქით საიდანაც არის გადახრილი, რომ უფრო იქეთ გადავხაროთ. და ნუ ეს პარამეტრია, რომელიც შეგვიძლიათ ან სწავლებადი იყოს, ან ფიქსირებული, მოკლედ ამ შემთხვევაში არ არის დიდად მნიშვნელოვანი. და ვითვლით ამ ჯვარედინი ენტროპიის loss თითოეული, მოკლედ აქ გვაქვს ქულები, აი ეს ლოჯიც არის, აი ეს მატრიცა რეალურად, აი ეს. აქ მატრიცა რაც არის მოცემული.
და შემდეგ ვითვლით ერთს სურათებისთვის, მეორეს ტექსტისთვის. ანუ პირველი იქნება ეს ნაწილი, მეორე ეს ნაწილი. და ამას ჩამოვთ. ოკეი? ასე შევავთ. ასე გამოვთვლით რომ რამე იმლოს ფუნქციას. მოკლედ ასე შეგვიძლია რომ გავწვრთნათ კლიპ მოდელი, ანუ მოდელი რომელსაც რომელიც სწავლობს დააკავშიროს ვიზუალური და ენობრივი სივრცე ერთმანეთთან, ხო? ეს არის კლიპ მოდელი და ეხლა შევხედოთ მოდი მის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და საჭირო გამოყენებას, რაც არის თუნდაც ის რომ აი ხო კლასიფიკაციისთვის არ შეგვიქმნია ეს მოდელი, მაგრამ შეგვიძლია რომ კლასიფიკაციისთვის გამოვიყენოთ ასეთი მოდელი. თანაც ისე რომ არ გავწვრთნათ დამატებით, აი ისე შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ და ამას როგორ ვიზამთრით მაგალითად. ხო ვიცით რომ ჩვენს მოდელს შეუძლია გარკვეული სურათის მისთვის რელევანტურ ტექსტთან დამეჩვა, ესე ვთქვათ, ხო, რომ ისეთ ვექტორები შეუსაბამოს, რომ მე ამათი სკალარული უნამრავი მაღალი იყოს. ანუ ვიცით რომ მოდელს ეს შეუძლია, იმიტომ რომ ამაზე გავწვრთნით, ხო? ეხლა ვთქვათ, გვინდა რომ კლასიფიკაცია გავუკეთოთ გარკვეულ ფოტოს და გვაქვს წინასწარ განსაზღვრული კლასები. შეგვიძლია რომ თითოეული კლასი გადავიყვანოთ ტექსტის სახით. და ვთქვათ, რომ მაგალითად ამ რაღაც თვითმფრინავის ფოტო. თქო, იმის მაგალითად თვითმფრინავის კლასი ვქონოთ და უბრალოდ ტექსტური სახით გამოვსახოთ ეს კლასი და ვთქვათ, რომ დავწეროთ თვითმფრინავის ფოტო. და მე უბრალოდ ტექსტია, ხო? და შეგვიძლია ვნახოთ ეს ტექსტი რამდენად ახლოა ამ ფოტოსთან. შევადაროთ სხვა კლასებს და აქულებიდან გამომდინარე გავაკეთოთ კლასიფიკაცია, მოკლედ. ესეთი რაღაც ასე შეგვიძლია რომ ყოველგვარი გაწვრთნის, დამატებითი გაწვრთნის გარეშე გამოვიყენოთ ხოლმე ასეთი მოდელები კლასიფიკაციისთვის. და ნუ აქ ხედავთ ერთ-ერთ ევალუაციის შედეგებს, სადაც ასეთი კლიპ მოდელი შეადარეს სპეციალურად კლასიფიკაციისთვის გაწვრთნილ მოდელებს. და ნუ ამ გრაფიკის გაგება როგორ შეგიძლიათ, რომ თითოეულ ხაზი აქ ხედავთ ამოცანის სახელს და ამ ამოცანაზე პლუსებში თუ აწასული, ესე იგი კლიპმა აჯობა ამ რაოდენობა ქულით. თუ მინუსებში, ესე იგი მაგ რაოდენობა ქულით უფრო ცუდი იყო ვიდრე ის კლასიფიკატორი ამოცანა და როგორც ხედავთ, ხშირ შემთხვევაში უკეთესიც არის ასეთი მოდელის გამოყენება. სავარაუდოდ იმიტომ, რომ იმდენად დიდ მონაცემებზეა გაწვრთნილი, რომ მაინც კარგად შეუძლია ხშირი ტიპის კლასიფიკაციის ამოცანების გადაჭრა კლიპ მოდელს. თუ რაღაც ისეთი მონაცემებია, რაც ძალიან სპეციფიკურია და ნაკლებად შეგვხვდებოდა ამ ვებ მონაცემებში, რაზეც გაიცნო კლიპ მოდელი, ესეთ მონაცემებში დიდი ალბათობით მოდელი, რომელიც სპეციალურად მაგისთვის გაიცნო, აჯობებს. და ნუ აი ეგ შემთხვევები აქვს, ალბათ მოცემული აქვს. ოკეი. ხო, ასე ვხედავთ, რომ ასეთი მოდელები ზოგადად ხეირობენ, ესე ვთქვათ, რაც უფრო გავზდით მასშტაბებს იმით. და ნუ აქ ვხედავთ, რომ თუ უფრო მონაცემებზე გავზდით უფრო დიდი ხანი, ან უფრო დიდ რაღაცა მოდელის პარამეტრებს გავზდით, ის error, ესე ვთქვათ, ანუ ის შეცდომების პროცენტულობა, რასაც უშვებდა, იკლებს და იკლებს. თვითონ მოდელს რაც შეეხება, აქვე შეგიძლიათ რომ ნახოთ ის ორიგინალი მოდელი, რაც თავდაპირველად გამოიცა, თუმცა ასეთი ტიპის მოდელები დღეს ძალიან ბევრი იქნება. და ძალიან მარტივად შეგიძლიათ მიწვდეთ Hugging Face-ზე, უბრალოდ უნდა გახსნათ კონკრეტული მოდელი, შემდეგ გახსნათ ფოტო. თითოეულ მოდელს მოყვება თავისი პროცესორი, რაც ნიშნავს იმ ამუშავებს ფოტოს, აი მაგალითისთვის ამ კონკრეტულ კლიპ მოდელს ვიცით, რომ აქვს ის შეზღუდვა, რომ ჭირდება ფიქსირებული ზომის, ფიქსირებული რეზოლუციის ფოტო. უნდა იყოს მაგალითად 220-220-ზე. ცოტა დიდია თუ არ ვწები, რაც რა მოლოდინიც აქვს, მაგრამ ნუ ფიქსირებული ზომის უნდა იყოს. შესაბამისად, თუ ჩვენი ფოტო არ არის მაგ განზომილების, გვიწევს რომ გადავაკეთოთ, შევცვალოთ რაღაც
შეუცვალოთ განზომილება ისე რომ მივიყვანოთ ამ განზომილებამდე და მაგას აკეთებს პროცესორი. ხო, შემდეგ უბრალოდ მოდელს გადავცემთ და ამოვიგებთ. ისი გაკეთებაც გვინდა იმას. ოკეი. მოკლედ ეს იყო კლიპი. და რეალურად რა ვისწავლეთ ახლა ჩვენ რომ როგორ შეგვიძლია პირველ რიგში გავიარეთ ესეთი არქიტექტურა, რომელსაც შეუძლია ფოტოების დამუშავება და აღქმა. შემდეგ მეორე ნაწილში ვისწავლეთ გზა იმისა თუ როგორ შეგვიძლია ვასწავლოთ ასეთ არქიტექტურას ფოტოების კარგად აღქმა და ეხლა გვინდა რომ რამენერად გავაერთიანოთ ეს ენის მოდელთან ეს კომპონენტი და ჩვენს ენის მოდელს ტექსტთან ერთად შეეძლოს ფოტოებთანაც მუშაობა. და ამას გავაკეთებთ ერთ-ერთი ესეთი ვიზუალური ენის მოდელის მაგალითზე, რომელსაც ქვია ლავა. და როგორ მუშაობს ახლა ეს მოდელი. ნუ რა იდეაც გქონდა თავიდან იმას აკეთებს რეალურად, რომ გვაქვს ეს vision encoder-ი, რომელიც კლიპის ტიპის მოდელია. ეს მოდელი გვიბრუნებს ვექტორს თითოეული პაჩისთვის ბოლო layer-ზე. შემდეგ ამ დაბრუნებულ ვექტორებს მივაბამთ ტექსტის ტოკენებს და ისე გადავცემთ ენის მოდელს. მოკლედ ეს არის იდეა. ესე გვაქვს გარკვეული ფოტო, გადავცემთ ამას ჩვენს vision transformers, დაგვიბრუნებს პაჩის ვექტორებს და ამას ჩავდებთ ერთად ენის მოდელთან და მე მივაბამთ გარკვეულ ტექსტს, რაც გადაეცემა ენის მოდელს. და ხო, ოღონდ უბრალოდ ერთი რაც უნდა გავაკეთოთ ამის მერე არის ის, რომ მოდელი გავუწვრთნათ დამატებით, რომ ისწავლოს ამ vision encoder-ის მიერ დაბრუნებული ტოკენების აღქმა. ხო, იმიტომ რომ ეს რა ტიპის ვექტორებსაც აბრუნებს, ჯერ ენის მოდელისთვის უცნობია, ანუ მაგ ვექტორებსაც არ იცნობს და ვერ ხვდება რომ თქვა და ეს ვექტორი რას წარმოადგენს, ეს ვექტორი რას წარმოადგენს, ხო? და შესაბამისად გვჭირდება რომ გავაერთიანოთ მათი აღქმა ამ ვექტორული სივრცის და მაგისთვის გვჭირდება დამატებით გაწვრთნა და ამას ვაკეთებთ ხოლმე ძირითადად ესეთი წყვილ ისეთ ტიპის ამოცანებზე, სადაც გვაქვს ფოტო, გვაქვს ინსტრუქცია და შემდეგ ენის მოდელი გენერირებს ამ პასუხს, ან მიყვება ამ ინსტრუქციას. აი მაგალითისთვის შეგვიძლია გადავცეთ ფოტო, კითხოთ რა კითხვა ამ ფოტოსთან დაკავშირებით და შემდეგ დატასეტში კონდეს წინასწარ გაწერილი პასუხი, რაც ენის მოდელმა უნდა გვიპასუხოს და ამაზე გადავწვრთნოთ მოდელი. და ამასობაში ისწავლის მერე ამ სურათის ვიზუალური ინფორმაციის აღქმასაც. ხო, რა არის ზოგადი მიდგომა? ისე პირველ რიგში გვჭირდება რომ ფოტო როცა გვაქვს დავყოთ ნაწილებად, პაჩებად და გადავიყვანოთ ვექტორულ ფორმაში. შემდეგ ეს გადაეცემა ეს image სურათის encoders მაგალითად კლიპის ტიპის მოდელს რომელიც აბრუნებს ვექტორებს თითოეული პაჩისთვის. შემდეგ ამას ხო, მე ერთი დეტალია კიდე აქ ის რომ კლიპის მიერ დაბრუნებული ვექტორები შეიძლება სხვა განზომილების იყოს, ვიდრე ის ვექტორები, რასაც დიდი ენის მოდელი იღებს, ხო? შესაბამისად, გვაქვს დამატებითი კომპონენტი აქ, წრფივი ტრანსფორმაციის კომპონენტი, რომელიც არჩევებულ წრფივი ლეიერი, რომელსაც იმ განზომილებაში გადაყავს, რა განზომილებაში მოელის ენის მოდელი ვექტორებს. აი მაგისთვის გვაქვს ეს მომდევნო. აი ეგ მანდ იყო ეს მაგისთვის არის projection W-ც, რომ სურათის ვექტორები გადაიყვანოს შესაბამის განზომილებაში. და ბოლო ნაბიჯად ის გვინდა რომ დამატებით გავწვრთნათ მოდელი, რომ ისწავლოს სურათების აღქმა. ანუ რეალურად რა ვქენით აქამდე, რომ არქიტექტურა შევქმნით ისეთი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოდელს, რომ ვიზუალური ინფორმაცია აღიქვას, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ შეუძლია მაგის გაკეთება თავიდანვე, იმიტომ რომ უნდა ისწავლოს როგორ
გამოიყენოს კლიპის მიერ დაბრუნებული ვექტორები და აი მაგისტვის გვჭირდება რომ დამატებით გავუწვრთნათ მოდელი რომ ეგ გააკეთოს და გაწვრთნა ჩვეულებრივად მოხდება როგორც ენის მოდელს ვწვრთნით მომდევნო ტოკენის გამოცნობაზე უბრალოდ ამ შემთხვევაში მოგვიწევს რომ თავდაპირველი სურათის ტოკენები ის მერე დავიწყოთ ეგ და არა სურათის ტოკენებზეც ხო სურათის ტოკენებზე არ უნდა გავუწვრთნათ მოდელი როცა გადავცემთ სურათის ტოკენებს და ინსტრუქციასაც მაგის მერე უნდა გავუწვრთნათ მომდევნო პასუხში ყველა მომდევნო ტოკენის გამოცნობაზე ანუ იგი იქნება მოკლედ დეტალი გაწვრთნის დეტალი ოკეი და მოკლედ ასე ეს არის სტანდარტი შეიძლება ითქვას ზოგადი მიდგომა როგორც ასეთი რომელსაც დღესაც ძალიან ბევრი ენის მოდელი იყენებს ერთ-ერთი ბოლო პერიოდში რაც შეიქმნა და ძალიან კარგი ვიზუალური ენის მოდელი იყო არის Molmo და Molmo საინტერესო იმით იყო რომ რაც თქვათ ну ერთ-ერთი ეს არის ახლა რასაც აგაჩვენებთ რომ აი აგენტების ლექციაზე ვახსენეთ თუ გახსოვთ რომ მიუხედავად იმისა რომ ამ ენის მოდელებს შეუძლიათ ვიზუალური ინფორმაციის აღქმა თუ სიზუსტე გვჭირდება აი მაგალითისთვის თუ გვინდა რომ სკრინშოტი გვაქვს და გვინდა რომ მოდელმა გამოიცნოს სად უნდა დააკლიკოს მომდევნო ეტაპზე აი მაქსიზუსტაზე აღქმა უჭირთ სურათის აი არ შეუძლია რომ პირდაპირ გითხრას რომ ამა და ამ პოზიციაზე დააკლიკე იმიტომ რომ თქო მაგდენად ვერ აღვიქვამენ ფოტოებს და Molmo რა შვება რომ სპეციალურად მაგაზე წვრთნის მოდელს ანუ ერთ-ერთ ობიექტივად ამატებს მაგასაც გაწვრთნის პროცესში რომ აი ესეთი ტიპის მონაცემები აქვს გადაეცემა ფოტო ჩვეულებრივად და ინსტრუქცია არის რომ მიუთითე იქ სადაც არის ეს მთა რაინიერი ხო ანუ გადაეცემა ესე იგი ფოტო ამ ფოტოს მე გადავიყვანთ ვექტორულ ფორმაში ამავდროულად ამ ინსტრუქციასაც გადავიყვანთ ვექტორულ ფორმაში გავაერთიანებთ ყველაფერს გადაეცემა ეს ჩვენს ენის მოდელს და მე ენის მოდელის მიზანი არის რომ დააგენერიროს ის წერტილი სადაც არის მოცემული ჩვენი მთა ამ შემთხვევაში ხო და ნუ მოკლედ მაგაზე ვწვრთნით დამატებით რომ აი წერტილის სურათზე გარკვეული წერტილის ამოცნობა შეეძლოს უკეთესად და ეს ბევრად წაადგება მე აგენტურ ამოცანებს სადაც მოდელს უწევს რომ რაიმე არჩიოს ფოტოზე ან იმას დააკლიკოს ან ამოიკითხოს და ასე შემდეგ. კიდევ ერთი რამ რაც Molmo-ში გააკეთეს საინტერესო, თუმცა ეს სხვა მოდელებმაც გააკეთეს, მაინც აქ არის ახალი, არის ის რომ როგორც გითხარით, კლიპის მოდელს აქვს შეზღუდვა ის, რომ მოელის ერთი და იგივე ფიქსირებული ზომის განზომილების ფოტოს, ხო? და მე ეს გადაყავს ვექტორულ ფორმაში. თუმცა რაღაც ხანდახან შეიძლება ეს არ იყოს საკმარისი, იმიტომ რომ თქვათ იმდენად კომპლექსური იყოს ფოტო, რომ ვერ ასახავდეს კარგად ეს ვექტორული რეპრეზენტაცია მის კონტენტს. რა შემთხვევაში შეგვიძლია რომ ესეთი მიდგომა გამოვიყენოთ multi-crop embedding-ები ქვია და რას ვიზავთ, რომ კი ბატონო, გადავცემთ ჩვენს საწყის ფოტოს ჩვენს მოდელს, რომელიც დაგვიბრუნებს თითოეული პატჩისთვის ტოკენს, მაგრამ ამავდროულად გადავცემთ ან დავყოფთ ფოტოს მაგალითად 4 ნაწილად და თითოეულს ცალკე გადავცემთ კიდე მოდელს. ხო? რაც რეალურად მოდელს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო შიგნით ჩაიხედოს, უფრო დაახლოვოს ფოტო და უფრო ღრმად ჩაიხედოს ფოტოში. და იმ გონი აქ ვნახავთ უკეთესად მაგალითს. აი დავუშვათ მოდელი მოელის აი ამ განზომილების ფოტოს 336-316-ზე და პატჩის ზომა არის 14-14-ზე. რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ დაგვიგენერირდება 24-24-ზე ანუ ეს რაოდენობა პატჩები გვექნება საბოლოოდ, ხო? ეს სხვა იდეაა გასულ. ერთი წუთი მოდი კაი ისევ ზემოთ დავუბრუნდეთ და ამაზე მე ვილაპარაკოთ. ხო და აქ რა გამოდის რეალურად, რომ კი ბატონო, თქვათ ამ ფოტოს გადავცემ და დამიბრუნებს იმაზე n პატჩის ტოკენს და გარდა ამისა გადავცემ მის ქვე ფოტოებს, ამათვისაც დავაბრუნებინებ პატჩებს და მე ერთიანად გავაერთიანებ და ისე გადავცემ ენის მოდელს. რა და ეს თქვათ უფრო
იდეა ის არის, რომ უფრო უკეთესი რეპრეზენტაცია იქნება ფოტოსი ამ გზით. ხო და აქ რასაც ხედავთ. არის ის, რომ ну ზოგადად ენის მოდელებთან როცა გვაქვს შეხება, ძალიან დიდი მოდელებია უმეტესობა. რაც იმას ნიშნავს, რომ აი ეს ახლა უზარმაზარი რაოდენობა სურათის ტოკენები რო ჩაუმატოთ ყოველ ჯერზე როცა ვუშვებთ მოდელს, მით უმეტეს ეს attention ოპერაცია კვადრატულია, შეიძლება ძალიან შევანელოთ მოდელის სისწრაფე და ეფექტურობა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შეგვიძლია რომ რამენაირად შევამციროთ ტოკენების რაოდენობა ისე რომ არ შევსყუდოთ მოდელი და არ გავაუარესოთ მისი შედეგი, მაშინ გვინდა რომ ეს გავაკეთოთ. და ერთ-ერთი გზა ამის გაკეთების, რომელიც კარგად მუშაობს და დიდად არ აფუჭებს შედეგს, არის ის, რომ აი საბოლოოდ როცა გვექნება ეს 24-24-ზე ტოკენების რაოდენობა, ყოველი 2 ტოკენი, 2 პატჩი აი ამ პროექციის ლეიერით რაც ცალკე გვაქვს, გადავიყვანოთ ერთში. ანუ ეს ყოველი 2 გავაერთიანოთ, ყოველი 4 მეზობელი, ესე. გავაერთიანოთ და გქონდეს ერთი ვექტორი მაგ 4-ისთვის რა. ხო, და მოლმო რას აკეთებს, რომ ამას აკეთებს, ანუ ამ მიდგომით ხვდავს ვექტორების, პატჩის ვექტორების რაოდენობას, თუმცა ამავდროულად ამ მიდგომასაც იყენებს, რომელიც რეალურად ახუთ მაგებს ხო, იმიტომ რომ ერთი ფოტოს მაგივრად 5 ფოტოს აწვდი მოდელს. ანუ 5-ზე ვამრავლებთ და მერე 4-ზე ვყოფთ. ეგ რაოდენობა იქნებოდა საწყისთან შედარებით იმ ტოკენების რაოდენობის, რაც გადაეცემა ამ მიდგომის მერე. ხო, უბრალოდ მოლმო შემთხვევაში 4-ზე კი არა 12 კროპს აკეთებენ, როგორც ჩანს. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ 4-ის მაგივრად 12 ცალი ქვე ფოტო იქნებოდა, რაც გადაეცემა მოდელს. Okay. ხო, რაც შეეხება მონაცემებს, ანუ ბევრნაირად შეგვიძლია რომ ის მონაცემები შექმნათ, რასაც გავწვით მე ამ ენის მოდელს, რომ ისწავლოს ვიზუალური ინფორმაციის აღქმა, ერთ-ერთი არის caption-ები, ანუ ფოტოს აღწერა. ასევე ეს რაც თქვი, ეს ისეთი მონაცემების შექმნა, სადაც ეუბნები მოდელს, რომ მიუთითოს გარკვეულ ობიექტზე ან გარკვეულ ობიექტზე. იდე რა გვაქვს აქ? აი მოდი უკეთესად ჩავიხედოთ თითოეულში. ანუ პირველი რა არის, რომ ნუ აქ უკვე ადამიანებს იყენებენ ანოტაციისთვის, გვაქვს ფოტოები, შემდეგ ადამიანი ხმოვანი შეტყობინებისამით აღწერს რა არის, რასაც ამუშავებს მენის მოდელი და ასე ვიგებთ ფოტოსა და მისი აღწერის წყვილს. შემდეგ გვაქვს ასეთი რამ, რომ გვაქვს კონკრეტული ფოტო მოცემული. ვაწერინებთ ადამიანს კითხვას ამ ფოტოზე. და ამ ფაილს ვერ ხვდები კარგად, მაგრამ მოკლედ ესეც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, რომ ჩვეულებრივად ფოტო ავიღოთ და ხალხი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კითხვა-პასუხი დავაგენერირებინოთ ამ ფოტოზე და ეს ამაზე გავცნოთ მოდელი, ეს მითითებები ვნახეთ უკვე. ქვემოთ რა გვაქვს აქ მოცემული? ну აქედან ვერ ხვდები ქვემოთ რაებია, მაგრამ აი ამ მაგალითად კოდს თუ დააგენერირებ, შემდეგ ამ კოდის რენდერინგი შეგვიძლია. და შეგვიძლია სავარაუდოდ რომ კითხვა-პასუხი დავაგენერირებინოთ რამენაირად კოდის მიხედვით. გარკვეული კოდი გვაქვს, ამ კოდზე მე კითხვა-პასუხი დავაგენერირებინოთ ენის მოდელს. ეს კოდი დავარენდეროთ მერე, თქვა თუ რამე უნდა გავუშვას, ან თუნდაც სკრინშოტი რო გადავუღოთ, შეიძლება ესეც ამან სიმუშაოს და მერე რა გამოდის, რომ გვაქვს
კოდის ვიზუალური ვერსია, გვაქვს კითხვა, გვაქვს პასუხი და ამაზეც შეიძლება მოდელის გაწვრთნა. ოკეი. და მოკლედ ეს რო შევაჯამოთ, ესე იგი რა გავიარეთ დღეს, ვნახეთ vision transformer-ები. ანუ არქიტექტურა იმისა, როგორ შეგვიძლია ტრანსფორმერების არქიტექტურა გადავაკეთოთ ისე, რომ შეეძლოთ ვიზუალური ინფორმაციის მიღება. შემდეგ გავიარეთ გაწვრთნის ერთ-ერთი მიდგომა, რომელსაც ქვია კლიპი. და ბოლოს ვნახეთ, როგორ შეგვიძლია ამ ასეთი მოდელის, ასეთი სურათის ენკოდერის გაერთიანება ენის მოდელთან, რომ ენის მოდელს მერე ვასწავლოთ ვიზუალური ინფორმაციის აქვთ. თეორიული ნაწილი სულ ეს არის, რამე კითხვა ხომ არ გაქვთ ამ თემებთან დაკავშირებით? მაშინ შეგვიძლია რომ ჯერ დავისვენოთ წუთი და მერე კოდში ჩავიხედოთ და ვნახოთ როგორ შეგვიძლია იმპლემენტაცია გავუკეთოთ ასეთ მოდელს და მერე იქნება ეს ნაშრომსაც გადავხედოთ. ოკეი, მაშინ დავუბრუნდებით ზუსტად 10 წუთში. ეხლა შემამჩნია რომ ხელს იწევდით ხო? ჩემთან არ ჩანს ხოლმე. და მოდი მაშინ რომ დავუბრუნდებით, მერე დასვით ეკითხები.
აი, ვაზიარებ კიდევ ერთხელ ეკრანს და შეგიძლიათ მკითხოთ და ზოგადად თუ კითხვა იქნება, შეგიძლიათ პირდაპირ დამისვათ, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ ხოლმე და არც მაქვს არანაირი პრობლემა, შეგიძლიათ შემოწმოთ. აი, ნიკოლოზ, ხო, ის ნიკოლოზ. აი თავიდან რო დასვით positional რო ისაუბრეთ positional embedding-ებზე, ანუ egg embedding-ები ესე პირდაპირ 0 1 2 3 გაგრძელდეს. ანუ მოდელის მიერ აღქმადი ეგრე ხო შედარებით ცუდი იქნება, ვიდრე აი მატრიცულად რო განლაგდეს, აი ფეჩები როგორც არის დალაგებული, აი 0 1 2, მერე ჩამოყოს ქვემოდან და აი რავ მასივით რო განლაგდეს, აი იმიტომ რომ აი ფეჩები ხო ესე sequential არ არის მატრიცასავით რა განლაგებული. ამ პრობლემას არ ქნის ეგ მოდელის. Okay. იბადან მოდი დაუბრუნდები სად იყო ეგ პოზიციურ ემბედინგებსაც საუბრობდით. ამერე ვისაუბროთ. მოგეთ აქ როგორ არის წარმოდგენილი ამ კონკრეტულ არქიტექტურაში, რომ თითოეულ patch-ს აქვს ცალკე ვექტორი. და რეალურად ამ ვექტორში იდება მისი პოზიცია. იმიტომ რომ მე მიმდევრობის სახით რო წარმოვადგენთ, მე attention ოპერაციას მიმდევრობის აღქვა მაინც არ აქვს, როგორ იქნება ჩადებული თვითონ ვექტორები, მაგას მნიშვნელობა არ აქვს attention mechanisms-ის, იმიტომ რომ მიმდევრობას ვერ აღიქვამს თავისით, ხო? და პოზიციას ვდებთ მხოლოდ ამ დამატებით, რა არის? აი ასეთი ტიპის დამატებით ვექტორებში, რომელიც არის თითოეულ patch-ისთვის განკუთვნილი. და ამ ვექტორებს სწავლობს მოდელი. შენი არ ვიცი რამდენად გავეცი ხა შენ კითხავს პასუხი. რეალურად არსებობს სხვა მიდგომებიც, სადაც უკვე მაგასაც იყენებენ. ეხლა აქ უბრალოდ სწავლადია, ხო? რაც შესაბამისად ანუ დიდად ეგ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მაინც სწავლობს თვითონ თავის მოდელი ამას, მაგრამ არის მეთოდები, სადაც არ სწავლობ პოზიციურ ემბედინგებს და მე მაგ შემთხვევაში უკვე თქვათ ორი პარამეტრი გაქვს, x-ი და y ღერძი და რის მიხედვითაც თქვათ შეიძლება ოდნავ შეატრიალო მოდელი მაგ ორი პარამეტრის მოდელი კი არა ვექტორი მაგ ორი პარამეტრის მიხედვით ისე რომ თქვათ სიმაღლეც და სიგანეც აღბეჭდო რამენაირად. ანუ არის მოდი მაშინ ესე გავცემ, სხვა მეთოდებიც არსებობს, სადაც სწავლა არ გვიწევს პოზიციური ემბედინგების, პირდაპირ ჩვენი ვდებთ ამ ინფორმაციას რამენაირად, აი როგორც თქვათ ჩვეულებრივ ტრანსფორმერებში იყოს სინუსოიდები, ხო? დაახლოებით მსგავსი მიდგომა შეიძლება აქაც იყოს, კი და არის. სადაც კი ბატონო, მე უკვე გავითვალისწინებთ არა მხოლოდ ჩამსკრივებულზე, არამედ x და y ღერძსაც გავითვალისწინებთ და ისე დავაგენერებთ. მაგრამ აქ რადგან პირდაპირ სწავლობს მოდელი ამ ვექტორებს, აქ ეგ პრობლემა არ გვაქვს. კარგით, მადლობა. ხო, გასაგებია, არ არის პრობლემა. მაგრამ ისე ეკითხო. გიგი მგონი შენს ქონდა ცოტა უფრო ისეთი შეკითხვა მქონდა რა, აი უფრო რომელს იყენებენ ეგ მაინტერესებდა უფრო ხშირად, ანუ CNN-ს თუ ამ ვიტს მაგალითად. ხო, მე როგორც ვიცი, სულ ვიტებს იყენებენ ბოლო პერიოდში. CNN-ი დიდი ხანი არ შემხვდრა. მე ზოგადად უფრო ტექსტზე მუშაობ, მაგრამ რამდენჯერაც ტექსტი ან მულტიმოდალურზე რა, ტექსტი პლუს სურათი და ყოველთვის CNN-თან თითქმის არასდროს მქონია შეხება მე პირადად. და ისედაც თქვა კლიპის ტიპის მოდელები ყოველ შემთხვევაში აი ეს ტიპის მოდელები რაც რეპრეზენტაციას გიბრუნებს და მე ეს მოდელები თქვა რაც არის გაერთიანებული ენის მოდელებთან ყველა რაც მე ვიცი არის ტრანსფორმერებზე დაფუძნებული. Okay. მადლობა. Okay. მოდი ახლა ჩავხედოთ კოდს და ნახოთ როგორ გავუკეთებდით იმპლემენტაციას ჩვენით ამ მოდელს. ესე იგი ზოგადი არქიტექტურა ასეთია, ხო? გვაქვს n-ის მოდელი და ამ n-ის მოდელს გადაეცემა ორი რამ ფოტო. ან და მოდი სანამ გადავალ, ჯერ მე დავსვამ ერთ კითხვას. დავუშვათ რომ
პრინციპში მე რთულდება. ხო, ანუ მოდი კითხვა არის პირდაპირ ვიტყვი მაშინ, რომ თქვა ამ შემთხვევაში როგორ არის, ხო, ცოტა შეზღუდულები ვართ, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ფოტოს გადაცემა შეგვიძლია მოდელისთვის. და ამ ფოტოსაც თავდაპირველად გადავცემთ და რაღაც იმის თავისუფლება არ გვაქვს, რომ თქვა დიდი ტექსტს როცა გადავცემთ, რომ რაღაც შუაში იყოს ეს ფოტო და შესაბამისად მოდელი ხვდებოდეს, რომ აი ამ ტექსტთან უფრო ახლოს არის ეს ფოტო, ხო, აი ეგ მომენტი არ აქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ზოგადად გადავცემთ ფოტოს და მე ტექსტს. ხო და ბევრ ახალ მოდელს აქვს უკვე იმის ფუნქცია, რომ ეს ფოტო განა დასაწყისში მიუთითოს, არამედ ტექსტის ტოკენებშივე იყოს სადმე ჩასმული შიგნით სურათის ტოკენები და არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმეც კი, ხო? ასეთი რაღაც შეიძლება უბრალოდ შემდეგ თქვა ასეთმა მიდგომამ რომ იმუშაოს, უფრო განვითარებული პოზიციური ენკოდირება გვჭირდება, რომ შემოვიღოთ და არა ისეთი როგორიც გვაქვს და რადგან მაგას არ ხსნი, ასე რომ მაგიტომ მაგაზეც დიდად არ ვისაუბრებთ, მაგრამ თქვა თქვენ მოდელები, აი თქვენ ეს მოდელები ძალიან საინტერესოა მაგ მხრივ, იმიტომ რომ საინტერესოა როგორ აქვს ეს პოზიციური ენკოდირება რა. ეხლა ჩვენ ROP-ი გონი არ გვისწავლია, ასე რომ არ მინდა რომ ამაზე ვისაუბრო, აქ კიდე მაგის უფრო კომპლექსური ვერსია გამოიყენება. მაგრამ თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ ნახოთ როგორ გამოსახავენ პოზიციურ ინფორმაციას, თქვა აი თქვენ ორი visual language მეთოდი ესეთი. მას თუ ნახავთ, საინტერესო იქნება ზუსტად. ოკეი. აი, ნუ კითხვა არ გამოვიდა, მაგრამ დავიწყოთ მოკლედ ესეთი არქიტექტურა გვაქვს, ცოტა გამარტივებული, სადაც გვაქვს სურათი, გვაქვს ტექსტი, ეს ტექსტი ტოკენებად გადაიქნება, მერე ემბედინგებად, ასევე ფოტოსთვის გვაქვს ის image encoder-ი, მერე პროექტორი. ამ ვექტორებს ვაერთიანებთ, გადაეცემა enis models და მერე enis model აგენერებს ტექსტს. მოდი ახლა ვნახოთ როგორ შეგვიძლია ამ მოდელის იმპლემენტაცია. გვაქვს ესეთი კლასი vision language model, რომელიც შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან, ეს vision encoder-ი და decoderi. Decoderi არის ჩვენი enis modeli. და რა ხდება forward-ის დროს, გადმოეცემა ეს სურათის array, რაც არის უბრალოდ პიქსელების რეპრეზენტაცია. ამას გადავცემთ ჩვენს vision encoders, გვიბრუნებს patches embedding-ებს და შემდეგ patches embedding-ებს და text-ის ტოკენებს ერთად გადავცემთ decoders, რომელიც დაგვიბრუნებს მომდევნო პოზიციისთვის logitsებს, ანუ ქულებს მომდევნო ტოკენისთვის. Okay. ეხლა მოდი ჩავიხედოთ თითოეულ კლასში, დავიწყოთ vision encoder-ით. так. აი, რა ხდება ეხლა vision encoder-ში? პირველ რიგში, რას ვაკეთებ? ნუ ეს init ფუნქციაა, სადაც კომპონენტებს უკეთებ ინიციალიზაციას, უბრალოდ რა კომპონენტები გვაქვს? ხო, გვაქვს ეს patch embedding-ები. ანუ ეს არის ის layer, რომელსაც ის თავდაპირველი ფოტო გადაეცემა და გვიბრუნებს თითოეული patches-თვის გარკვეულ embeddings. გვაქვს CLS ტოკენი, ეს თავდაპირველი ტოკენი, აქაც მაგას ვიყენებთ. ხო, ეს num-hidden-ს არის უბრალოდ ეს შიდა რეპრეზენტაციის ზომა, ხო? Okay. ვითვლით ასევე patches ზომას და patches ზომას როგორ ვითვლით ხო? სურათის ზომა გაყოფილი patches ერთი გვერდის ზომაზე და ეს კვადრატში. მაგდენი რაოდენობა ის გვექნება patch-ები ბოლოს ფოტოსთვის. ვქნით პოზიციური embedding-ების პარამეტრებსაც, რომელიც განზომილებაც იქნება რამდენი patch-ის გვაქვს მაგას პლუს 1, იმიტომ რომ ეს patch-ების რაოდენობა პლუს CLS ტოკენი რო გავითვალისწინოთ და ზომა უნდა იყოს თითოეული ვექტორის, ეს hidden-ის შიდა რეპრეზენტაციის ზომა რაც არის ეგ, ხო? და ნუ 1 იმიტომ რომ თორსები batch-ის ანუ უფრო მარტივად რომ მოხდეს მიმატება მაგისთვის, მაგას ქვემოთ ნახავთ მე. გვაქვს dropout-ი, გვაქვს მერე transformer-ის ბლოკები და გვაქვს layers ნორმალიზაცია. ეს არის init ფუნქცია და რა ხდება forward-ის დროს? ჯერ ვიძახებთ ჩვენს კიდე
გადავცემ ჩვენს inputs patch embedding-ებს, რომ დაგვიბრუნოს თითოეულ patch-ის ვექტორი. ხო, ასევე ვიგებთ ამ CLS tokens, რაც თავდაპირველად უნდა მივაბათ ჩვენს patch embedding-ებს და ვაბამთ კიდეც. შემდეგ ვუმატებთ პოზიციურ embedding-ებს. ვუშვებთ ამას dropout-ში, შემდეგ თითოეულ ბლოკში გავუშვებთ ამ vision encoder-ის transformer ბლოკებში გავუშვებთ თითოეულს და ბოლოს ისევ layer-ის ნორმალიზაცია და ამას ვაბრუნებთ საბოლოო რეპრეზენტაციას. Okay. მოდი ახლა ჩავიხედოთ კიდე უფრო ხმად ჩავყვეთ. ამ ჯერ vision encoder-ზე ვარ, ჯერ ანუ ენის მოდელზე არის გადავსულვართ. მოდი ვნახოთ ახლა patch embedding-ებში რა ხდება. ესე იგი ამას გადაეცემა სურათის ზომა, ერთ-ერთი განზომილება, იმიტომ რომ კვადრატულ ფოტოებზეა გათვლილი. patch-ის ზომა და ეს შიდა რეპრეზენტაციის განზომილება. patch-ების რაოდენობას თulis იმავენაირად, როგორც გითხარით, რომ ფოტოს გავყო რამდენი ეტევა მაგას ვითვლით ესე მოკლედ. და შემდეგ უბრალოდ კონვოლუციური ან ჩვეულებრივი წრფივი ლეიერი, ეს იგივეა გააჩნია როგორც ჩავწერთ. მოკლედ რას აკეთებს ახლა ეს ლეიერი რა? ჩენელების რაოდენობა შევსვამეთ 3, იმიტომ რომ RGB ფორმატშია წარმოდგენილი ფოტო. out channels ანუ რა განზომილებას უნდა დაგვიბრუნოს არის ეს hidden dimension, რაც გადავეცით. kernel-ის ზომა არის patch-ის ზომა და stride არის ასევე patch-ის ზომა. და რას გააკეთებს ახლა ეს რომ ზუსტად patch-ებს აიღებს და ესე გადაუყვება თითოეული პიქსელისთვის, რომელიც თითოეულ channel-ში ექნება ცალკე პარამეტრი, რომელზეც გადამრავლდება და საბოლოოდ თითოეულ patch-ის დაგვიბრუნებს ამ განზომილება ვექტორს. Okay. ეს იცი რა თან მინდა რომ გაჩვენოთ ვიზუალიზაცია, მაგრამ თან არ ვიცი როგორ გაჩვენოთ ახლა ეს და თუ ვერ გაიგეთ შემიძლია უკეთესადაც ავხსნა როგორ იმუშავებდა ეს პროგრამა. არა, მგონი გასაგებია. Okay. ხო, ნუ ანუ კონვოლუცია იცით. როგორც კონვოლუცია, ანუ როგორც გადადის ზუსტად ეგრე უბრალოდ ანუ მის დაშორება იქნება ზუსტად თვითონ იმის ზომა, რომ პირდაპირ ახალზე გადავიდეს. კი ბატონო, ეგ არის იდეა ზუსტად. ჩვენერი. ხო, და ნუ მე აქ უბრალოდ ვუშვებთ მაგ ყველაფერს, არაფერი ისეთი და ვაკტრალებთ და მე ნუ განზომილებას ვუცვლით ორ იმას, ამ patch-ს და hidden dimensions. Okay. და რას გვიბრუნებს ეს forward ფუნქცია, რომ მიმდევრობას გვიბრუნებს patch-ების ვექტორებს. დავბრუნდეთ ისე უკან, სადაც ვიყავით. აი, ვნახეთ როგორ მუშაობს patch embedding-ები, ეხლა რა ვნახოთ ჩვენ. ნუ ეს არის ბლოკი, არის ჩვეულებრივი ტრანსფორმერის ბლოკი, ეხლა ამაზე არ ვიცი რამდენად დიდი დრო დავუშვათ, იმიტომ რომ წესით გავლილი გაქვთ სავარაუდოდ ბევრჯერაც ამის იმპლემენტაცია და ძალიან მარტივად მიმოვიხილავ, მოდი რომ გვაქვს ესე იგი ტრანსფორმერის ბლოკი, ეს იგივე ბლოკი გამოიყენება როგორც vision encoder-ში, ასევე enis მოდელშიც. ხო, ანუ არქიტექტურულად იგივეა ამ შემთხვევაში. უბრალოდ ის განსხვავება არის, რომ დეკოდერი არის თუ არა მაქედან გამომდინარე attention ოპერაცია სხვადასხვანაირად მოხდება, ხო? იმიტომ რომ დეკოდერის შემთხვევაში მასკირება გჭირდება მომდევნო ტოკენების და თუ დეკოდერი არ არის და vision encoder-ი გვაქვს ჩვეულებრივად, მაგ შემთხვევაში არ გჭირდება და რაც ორმხრივი attention გვაქვს ხოლმე, ხო? მაგიტომაც გადაეცემა ეს არგუმენტი აქ. და გვაქვს რაც გვაქვს ხოლმე transformers ბლოკში რო layer-ის ნორმალიზაცია, მერე multi-head attention, კიდევ ერთი ნორმალიზაცია და შემდეგ ის MLP layer-ი. და არაფერი განსაკუთრებული, მაგას ვაკეთებთ აქ. multi-head attention-ს ჩავხედოთ. ხო, ნუ actually head-ებად ყოფთ და ვაკეთებთ ზეირას ვაკეთებთ ხომ?
პირველ რიგში უნდა იყოფოდეს შიდა განზომილება ჰედების რაოდენობაზე. შემდეგ თითოეული ჰედისთვის ცალკე კლასს და ობიექტს ვქნით. და ამ x რაც არის შემავალი ვექტორები კონკრეტული ფენისთვის, ტრანსფორმერ ბლოკისთვის, მაგ x გადავცემთ თითოეულ head-ს, რომელიც გვიბრუნებს რაღაც პატარა ზომის ვექტორს და მე ამ ყველაფერს ვაერთიანებთ. გარკვეული projection რაღაცა წფივი layer-ი გვაქვს, dropout-ი და ეგრეთ ეგ არისაფერი განსაკუთრებული. ახლა მოდი ამას აღარ ჩავხედოთ, იმიტომ რომ ამ ლექციისთვის აღარ არის ეს მნიშვნელოვანი, თუმცა თუ გადახედოთ და ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, რომ გავყვეთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი იმპლემენტაცია არის ყველაფრის აბსოლუტურად. აი, მოდი დავუბრუნდეთ ახლა ჩვენ ნახეთ ეს vision transformer-ი, ხო? vision transformer-ში მოდი ყველაფერი ვნახეთ უკვე, რაც ხდება, რომ გვაქვს ესე იგი patch embedding-ები, CLS ტოკენი, ვაერთიანებთ, პოზიციური ინფორმაციას ვამატებთ, dropout-ი, ამას ვუშვებთ iterაციულად ყოველ მომდენო ტრანსფორმერ ბლოკში და მე ვიგებთ პასუხს. კითხვა? კი ბატონო, გიგის მე ბატონი თვალი მოყარი სადღაც activation functions გელუს თუ სწორად ამბობ რა და ანუ რა ისა რა ქვია რა ისა აქვს რა მაგას უპირატესობა ლიქი რელუსგან განსხვავებით რას ვთქვათ თუ არ ვწდები რაღაც ჩაზნექილივით არის ხო მინუსისკენ ანცი რა მოდი ნახოთ იმიტომ რომ ხო ასეთი არის არ ვიცი მართალი გითხრა არ მაქვს კარგი პასუხი რატო არის მაგრამ გადავხედავ და კეთყვი ლექციის მერე რატო იყენებენ ამას ზემოთ იმიტომ რომ ხო აი ესეთი ის აქვს ხო რაც თუ დეკოდერი არის რელუს იყენებენ თუ არა და გელუს არ ვიცი მენდერსო Okay. Trying to get out. Okay. მოკლედ ეგ არის მეტნაკლებად vision transformer-ი. ეხლა გადავიდეთ უკან ისევ, სადაც ვიყავით. გისმენთ. ანიკა. ხო იდეაში ლიქი რა უცხო მაგაში გეხმაროთ. ხო, ანუ უფრო ისა საინტერესო კიდე რა ვთქვა დეკოდერის შემთხვევაში რატო იყენებდნენ რელუს და ამ შემთხვევაში რატო არა ხო? კი ბატონო, ეგ არის გარკვეული პრობლემა, მაგრამ რელუ მაინც სახშირად გამოყენებადია. ინტერესო იქნება რომ გავიგოთ რატო საერთოდ ეს თუ არ ვწდები უბრალოდ ამ ტიპის მიერ შექმნილი კოდი ანუ მაინც და მაინც რაღაც რომელიმე არსებულ მოდელს არ წარმოადგენს. ხო. Okay. მოკლედ მაგაში რა ჩავიხედავ და გეტყვით რომ მე კარგი პასუხს ეხა არ მაქვს პასუხი. ესე იგი ნახეთ vision encoder-ი და ეხლა მოდი ვნახოთ decodер-ში რა ხდება. იმიტომ რომ decodер-ი მე გააერთიანებს სურათის ტოკენებსა და ტექსტის ტოკენებს. Okay, ეს არის ჩვენი decoder-ი და decodер-ში როგორც ხედავთ, გვაქვს ტოკენის embedding-ები, ეს არის თვითონ დიდი მაგი და ესე ვთქვათ, თითოეული შესაძლო ტოკენისთვის. გვაქვს ასევე პოზიციური embedding-ები. აქ აღწერთ ვიკენებთ თუ არა სურათებს და მაგ შემთხვევაში ამ პროექციის layer-საც ვქმნით.
შემდეგ გვაქვს transformer-ის ბლოკები და მეტი ისეთი არაფერი, ნუ ბოლოს უკვე რაც head-ი გვაქვს language modeling head-ი, რომელთაც გავიგებთ მომდევნო ტოკენი, რომელიც შეიძლება იყოს. აქ რა ხდება ესე? ინდექსებთან ერთად ვიგებთ შეიძლება მივიღოთ ასევე სურათის embedding-ები რა შემთხვევაშიც. ნუ პირველ რიგში ტოკენის embedding-ებს ვიღებთ. შემდეგ თუ გვაქვს მოცემული ეს სურათის embedding-ები, მაშინ პროექციას ვუკეთებთ და შემდეგ ვაერთიანებთ სურათისა და ტოკენის embedding-ებს. მე რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? ოპოზიციურ embedding-ებს ვიღებთ და ვუმატებთ ტოკენის embedding-ებს. შემდეგ ბლოკებში ვუშვებთ. ყველაფერს გვიბრუნებს polo layer-ისთვის ყველასთვის ვითვლით logiteps მომდევნო ტოკენისთვის და მე რა ხდება? კაი. ახლა ორი ვარიანტი აქვს, ხო? ან models ამ კოდს ვიყენებთ იმისთვის, რომ გავწვრთნოთ მოდელი, ან inference-ის დროს. თუ წვრთნით, ესე იგი targets მოცემული გვაქვს. რა შემთხვევაში ჯერ ვნახულობთ ფოტოები გვაქვს თუ არა. და თუ გვაქვს მაშინ რაღაც dummy ვექტორებს ვადგავთ target-ებს. იმიტომ რომ რეალურად ფოტოების ამოცნობა არ გვჭირდება ხომ? loss-ში ფოტოების ვექტორი loss-ის გამოთვლაში არ მონაწილეობს პირდაპირ. და აქ როგორ არის იმპლემენტებული ჯერ ვერ ხვდები კარგად, მაგრამ მოკლედ რამენერად იმის იმპლემენტაციაც გვჭირდება, რომ მე vision-ის ტოკენებისთვის loss-ი არ გამოთვალოს. ხო? გვინდა რომ მხოლოდ text-ის ტოკენებისთვის გამოითვალოს loss-ი. ანუ აქ ამ ინდექსით ხდება სად გაჩერდეს და საიდან აღარ გამოთვალოს. ხო, ნუ მოკლედ როგორ არის კონკრეტულად იმპლემენტირებული ახლა ვერ ხვდები, მაგრამ იდეა ეგ არის. კიდევ ერთი საინტერესო რაც იქნება რომ ვნახოთ არის ეს პროექტორი. რომელიც არის ჩვეულებრივი წრფივი ლეიერი, აქაც ეს ჩვენზე იდეაში როგორ სავარჩევთ, არაფერი განსაკუთრებული. ორი ლეიერის გაერთიანება არის, წრფივი ლეიერის ჯერ უფრო მაღალ განზომილებაზე აყავს და მერე დაყავს იმ განზომილებაზე, რა განზომილებასაც მოელის ენის მოდელი რო უნდა გადაეცეს. და ამას ვუშვებთ, ამაში ვატარებთ ყველა vision encoder-ის მიერ დაბრუნებულ ტოკენს. Okay. Ja, მეტნაკლებად ეგ არის, რაც მინდოდა მეჩვენებინა. ახლა დეტალურად არ გამიხსნავს არც გაშვებას, არც გავუშვებთ, მაგრამ აი იქნება თუ უფრო დეტალებში ჩაიხედავთ არც იმპლემენტაციის დეტალები რო ნახოთ. აქვე მოდი გაჩვენებთ რამდენიმე სხვა მიდგომასაც. იმიტომ რეალურად რაც აგიხსენეთ, ეგ მიდგომა დღეს შეიძლება უკეთესად მიიჩნეოდეს, მაგრამ თავიდან ეგრე არ დაწყებულა. აი მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე თავდაპირველი ნაშრომი ამ სფეროში იყო Flamingo. და Flamingo-მ სხვანაირად გადაჭრა ეს პრობლემა. როგორ შეგვიძლია ანუ რომ ეს ვიზუალური ტოკენები დავაკავშიროთ ენის მოდელთან, ხო? ჩვენ წინა შემთხვევაში რა გავაკეთეთ, რომ პირდაპირ გავაერთიანეთ ტექსტუალურ ტოკენებთან, Flamingo-მ სხვანაირად გააკეთა ეგეთი რამ. და როგორ გააკეთა? გვაქვს მოკლედ ეს vision encoder, რომელიც გვიბრუნებს ტოკენებს, ხო? ეს ტოკენები input-ში არ გადაეცემა ჩვენს ენის მოდელს და ამის მაგივრად რა ხდება, რომ თვითონ ტრანსფორმერების არქიტექტურას ვცვლით ოდნავ და შეცვლაში იმას გულისხმობ, რომ ვამატებთ ახალ ლეიერებს, აი მაგალითისთვის დავამატეთ ეს
დავუმატებთ რამდენიმე cross attention layers, ჩვენზეა რამდენს და როგორ, დანარჩენს ვყინავთ მთელ დანარჩენ არქიტექტურას. და მე რა ხდება, რომ ყოველ რაღაც გარკვეულ layer-ზე გვექნება ეს cross attention layer-ი, სადაც transformer ჩვენი ვექტორებიდან, რაც გადაეცემა ამ layers, cross attentions გავაკეთებთ encoder-ის მიერ დაბრუნებულ ტოკენებზე. ხო? ანუ query გვექნება აქედან, query vectors დავაგენერებთ აქედან, key და value vectorები შეიქმნება encoder-ის მიერ დაბრუნებული ვექტორებიდან და მაგაზე გავაკეთებთ cross attentions. ეგ არის იდეა. და ეს რატო შეიძლება იყოს ოდნავ უფრო ეფექტური? იმ შემთხვევაშია ოდნავ უფრო ეფექტური თუ არ გვინდა რომ ხელი ვახლოთ უკვე არსებულ ენის მოდელს, ხო? იმიტომ რომ წინა შემთხვევაში ვნახეთ რომ რო გავაერთიანებთ ამ ორ კომპონენტს, მე გვინდა რომ მე რას ვაკეთებთ რომ ახლიდან უნდა გავწვრთნათ მოდელი, ხო? რაც იმას ნიშნავს რომ უკვე არსებულ პარამეტრებს უცვლით. და ამ არსებულ პარამეტრებს რო ვცვლით, მაგალითად ერთი პრაქტიკული დეტალი ის არის, რომ თქვათ vision-ის ამოცანებზე რო გვინდა რომ დამატებით გავწვრთნათ მოდელი, მე ტექსტზეც უნდა გავწვრთნათ ამავდროულად მარტო ტექსტზეც უნდა გავწვრთნათ, იმიტომ რომ მარტო vision-ზე თუ vision ტექსტის ამოცანებზე გავწვრთნით, მე ტექსტზე შედეგს კარგავს. ანუ აი რას ვამბობ, რომ აი თქვათ ესეთი ხო გავაერთიანე და ამ მოდელის დამატებით გაწვრთნა ხო გინდა ეს რომ მხოლოდ თქვათ ტექსტ სურათის ამოცანებზე გავცნოთ, მე იმაზე რაზეც იყო აქამდე გავცნი თქვათ უფრო ტექსტთან დაკავშირებულ ამოცანებზე, მაგაზე შედეგს დაკარგავს და შესაბამისად გვინდა რომ ისიც გავითვალისწინოთ ხოლმე, ისიც დავამატოთ და უფრო ოდნავ მეტ გამოთვლით რესურსთან და დროსთან შეიძლება იყოს ასოცირებული ეს. ხო და თუ გვინდა რომ ისე რაღაც ძალიან ისე ჩავერიოთ მოდელში რომ თუ ფოტო არ გადაეცემა, მან შედეგი არ დაკარგოს, ეს შეიძლება უკეთესი იყოს ეს მიდგომა. იმიტომ რომ თუ ფოტო არ გადაეცემა, შეგიძლია ეს ლეიერები უბრალოდ ამოიღო და ზუსტად იგივე მოდელი გრჩება, რაც გქონდა აქამდე. და თუ ფოტო გადაეცა, იცი რომ ეს ლეიერები გააქტიურდება, ეს cross attention ლეიერები და დაინტეგრირდება, ესე ვთქვათ, უკვე არსებულ მოდელთან, რა. ეს უპირატესობა შეიძლება გქონდეს, მაგრამ თუ მაინც გვინდა გაწვრთნა მოდელის თუ გვიღირს რომ გავწვრთნათ მოდელი მაინც საბოლოოდ ეს მიდგომა რაც გაჩვენეთ უკეთესად მუშაობს, შესაბამისად ეს არის დღეს სტანდარტი. თან ეს მოცემული ეს კონკრეტული მიდგომა ის უარყოფითი მხარე აქვს, რომ დამატებით ვქნით ძალიან დიდი რაოდენობა პარამეტრებს, ხო? იმიტომ რომ ყოველ cross attention layer-ისთვის ვამატებთ query key value matrix-ებს. ხო? შესაბამისად, ამის დადებით მხარე შეიძლება იგი იყოს, რომ ენის მოდელს ნაკლებად ცვლის, კი არ ცვლის საერთოდ და მხოლოდ vision-ზე იწვრთნება. თუმცა იმის ხარჯზე, რომ ბევრ პარამეტრს ვამატებთ ზემოდან. აი. და კიდევ ერთ მიდგომას შევეხები ბარემ, რადგან აქვე არის perceiver resampler ქვია. მოკლედ ეს დღესაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება არის კვლევაში, რომ როგორ შეგვიძლია, რომ ეს vision encoder-ის მიერ დაბრუნებული ტოკენები რაოდენობა შევამციროთ, ისე რომ ეს მის მიერ ჩადებული ინფორმაცია ხელშეუხებელი დარჩეს რა, ანუ მაინც გამოსადეგი და თქვათ ინფორმაცია არ შევზღუდოთ, რაც გჭირდება ამოცანის შესრულებისთვის, მაგრამ ტოკენების რაოდენობა შევამციროთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე მოდელის სისწრაფეზე, ტოკენების რაოდენობას. ხო და ერთ-ერთი მიდგომა არის ეს perceiver resampler და რას აკეთებს რეალურად, რომ მოდი ჯერ ვნახავ სხვაგან ხო არ არის ახსნილი. უps. ვიზუალურად რო გაჩვენოთ. არა. Okay, მოკლედ ესეთ მიდგომაა რა, რომლითაც ფიქსირებული ზომის ტოკენებს ვიგებთ ნებისმიერ შემთხვევისთვის. აი დაუშვათ რაც vision encoder გვიბრუნებს 200 patch-ის ტოკენს და გვინდა რომ შევამციროთ 64-მდე, ხო?
ესეთ რამეს ვაკეთებთ, რომ ერთ წუთი გავისვენ როგორ მუშაობდა ეს. მოკლედ cross attentions ვაკეთებთ და როგორ რომ რაც ლატენტურ query token-ებს ვქნით, თქვა 64 ცალ query tokens შევქმნით და მერე ასევე წესით გვექნება ეს ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ წესით გვაქვს key და value მატრიცები, რომელთაც key value ვექტორებს დავაგენერებთ თითოეული patch embedding-ისთვის და ამ query-დან გავაკეთებთ cross attentions ამ key value-ებზე. და შესაბამისად საბოლოოდ ამოვიგებთ 64 vectors. აი თუ არის ამ ვიზუალიზაცია იქნება უკვე ცოტა გამოჩნდეს. აი ეს გამოდგება მაგისთვის. აი ჩათვალეთ რომ მაგრამ ეს ესეთ ნაშრომშიც იყო და ვერ ვიპოვებთ. ხო. აი ჩათვალეთ რომ vision encoder-მა რაც დაგვიბრუნა ფოტოსთვის ეს patches embedding-ები გვაქვს ჩვენ მიერ შექმნილი query, რაც n ცალი, რომელიც ჩვენი წინასწარ გამოსაზრდოთ რამდენი იქნებოდა. და ამ query-დან ვაკეთებთ cross attentions ყველა vision encoder-ის მიერ დაბრუნებულ ტოკენზე და ასე ვქმნით ახალ ვექტორს, ოღონდ 64 ცალს. და რა გამოდის, რომ რეალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიგებთ მოდელის მიერ დაბრუნებული patch embedding-ებიდან, რომ მერე მარტო ეგენი გადავცეთ მოდელს, მოკლედ ეგეთი არა. თუ ვერ გაიგეთ, შემიძლია კიდევ ვისაუბრო უფრო მეტად ამაზე. ვებ cross attentions ვაკეთებთ რაღაც გარკვეული პარამეტრული ვექტორებით, რომელსაც ჩვენი თქვით წინასწარ. რომ ვისწავლოთ ფიქსირებული ზომის ვექტორების ამოღება encoder-ის მიერ დაბრუნებული ტოკენებიდან. რომელსაც მე გადავცემთ ვექტორს, მოდელს. Okay. რავი, დღეისთვის სულ ეს არის. რამეზე ხო არ გინდათ რომ ვისაუბროთ? რომ შეგვიძლია ვისაუბროთ ესეთ ვიზუალურ ენის მოდელებზე. დავალებად მინდა მოგცეთ ესეთი რამ, რომ რომელიმე კლიპ მოდელი აიღოთ და zero shot კლასიფიკაცია გააკეთოთ. იმიტომ რომ ძალიან საჭირო რამეა ჩემი აზრით და ბევრგან შეიძლება დაგჭირდეთ ამოცანის გადაჭრის დროს და ერთხელ მაინც გვექნებათ გაკეთებული აი იქნება. რომელიმე თუნდაც encoder მოდელი აიღოთ არ არის აუცილებელი კლიპი იყოს და მაგით გააკეთოთ zero shot კლასიფიკაცია. გონია რომ გამოგადგებათ ნოლში. Okay. მოდი გამორთავ ახლა recordings.